იურისტების განმარტებით აღნიშნული კანონი მოქმედებაში შესვლის შემდეგ პირველ რიგში სწორედ ქართული ოცნების მოქმედ თუ ყოფილ მაღალჩინოსნებზე გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ახლა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები დიდი ფულის მოპარვაში ადანაშაულებენ. ბევრი მინიშნება მოვისმინეთ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მოქმედი მაღალჩინოსნების მხრიდან, რომ წარსულში კორუფციასთან ჰქონდა საქმე და აქედან გამომდინარე სწორედ ამჟამინდელი რედაქცია კანონპროექტის, რომელიც მეორე მოსმენით უკვე არის მიღებული, იურისტებს უჩენს განცდას, რომ სწორედ იმ ადამიანების დასამაგალითო დასასჯელად შემოიღო ქართულმა ოცნებამ, რომლებიც მათ რიგებში ირიცხებოდნენ და რომლებმაც შეიძლება იმაზე უფრო მეტი ფული მოიპარეს, ვიდრე ამის უფლება მათ ბიძინა ივანიშვილმა მისცა. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, ამჟამინდელ რედაქციას ჩვენთვის ცნობილია, რომ პირი, რომელსაც ფინანსურ ან ეკონომიკურ დანაშაულში ამხელენ, რომელიც უკვე მოიხდის სასჯელს და იქნება თავისუფლებაზე, იქამდე სანამ ბოლო თეთრამდე არ დააბრუნებს ვალს და არ გადაუხდის დაზარალებულს, პრაქტიკულად უსახკარო იქნება, მას არ ექნება იმის უფლება, რომ თვეში 520 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდეს და მეტიც. თუ კი მას მეგობარი, მეზობელი, ახლობელი, ოჯახის წევრი დაეხმარება და დროებით სარგებლობაში ბინას ან მანქანას მისცემს, აღნიშნული ქონებაც დაყადაღდება. ის პირი, რომელმაც სასჯელი უკვე მოიხადა 3 წლით, კიდევ წავა ციხეში და ვინც მას დაეხმარა, მას 5 წლიანი სასჯელი ემუქრება. ეს კანონი, გარდა იმისა, რომ არის არაკონსტიტუციური, უბრალოდ არაადამიანურია და გასაგებია, რომ პირველ რიგში ის შეეხება ივანიშვილის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. როგორც ჩანს, ივანიშვილი თulis, რომ ამ ადამიანებმა დააგროვეს იმდენი, რაც უკვე მას პოლიტიკურად უქმნის საფრთხეს და რაც თავარია, მას თავად უნდა იმ ფინანსების ფლობა, რომელიც ამ ადამიანების ჯიბეში აღმოჩნდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის ეს თავისთავად უკანონო მიზანი არ ამართლებს იმ საშუალებას, რასაც ახლა კანონში წერენ, როდესაც სრულიად არაადამიანურად ადამიანის ელემენტარულ დახმარებას და ხელის გამართვას კანონით უბრძალავენ, უფრო მეტიც ადამიანის დახმარება მომავალში როგორც ჩანს დაისჯება სისხლის სამართლის კანონით. ეს კანონები ძალიან ცუდად იმოქმედებს არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, ეს კანონები ძალიან ცუდად იმოქმედებს იგივე ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე, იმიტომ რომ არც ერთ ინვესტორს არ მოუნდება ფული დააბანდოს იმ ქვეყანაში და თავისი ბიზნესი განავითაროს, სადაც ხდება ესეთი რეპრესიული და კაბალური კანონების მიღება. გავრცელდება ძალიან ბევრ ადამიანზე, გავრცელდება იმ ადამიანებზე, ვიზეც ქართული ოცნება მოინდომებს ანგარიშწორებას და ვის დასჯასაც მოინდომებს, ხო? მათ შორის არ გამოურიცხავ, რომ ეს იყვნენ დღეს მათ გუნდში მყოფი პირები. თავისთავად ეს კანონი არის ძალიან რეპრესიული და არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და მიმართული არის სავარაუდოდ ბიზნესმენების და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, ვისაც შეიძლება ჩადენილი ჰქონდეს ამგვარი ფინანსური დანაშაულები და ვიზაც ეჭვი აქვთ, რომ რაღაც თანხა აქვს მითვისებული და ამ თანხას გამოიყენებს შემოვლითი გზებით, ოჯახის წევრებით და ასე შემდეგ. მაღალჩინოსნები, რომლებსაც სავარაუდოდ აღებული აქვს ძალიან ბევრი, არ ვიცი, ან ქრთამის სახით, ან სხვა სახით, თუ ფული მოიპარა და არ გაუყო ვინმეს, ანუ გაასამართლებენ და მოატანინებენ უკან. აღნიშნული კანონი, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ეს დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ამას ქართული ოცნების მოქმედი წევრები არ მალავენ, თუმცა დიდი ალბათობით აღნიშნული კანონი გამოყენებული იქნება რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგაც. ის არის ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დააკავეს და რომელსაც დიდი ოდენობის თანხის ლეგალიზება ედება. ბრალად სექტემბერში უკვე გახდება ცნობილი აღნიშნულ კანონპროექტში შევა თუ არა ცვლილებები. ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის ის 2 მოსმენით არის მიღებული, დამტკიცებული და მისი ავტორი არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ გარკვეული ცვლილებები ამ კანონპროექტში სავარაუდოდ შევა, თუმცა ის არ შემსუბუქდება, პირიქით უფრო მკაცრი გახდება.